საღამომშვიდობისა ეს არის ახალი საათი. ის მთავარ თემებს მეცხრე არხის რეპორტიორები და ჩვენ თამთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოგიდგენთ. შეცვლილი გადაწყვეტილება 31 ოქტომბერი 27-ის ნაცვლად რატომ შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. მოსამართლის გაუგებარი გადაწყვეტილება რა მოხდა მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე. რამდენიმე წუთი ასევე შემოგთავაზებთ. ტექნიკური შეცდომა თუ გაუგებრობა რატომ შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. ნაციონალები უმრავლესობის გარეშე გოგი იონათამიშვილი საკრებულოს ფრაქციას ტოვებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი გაფართოებული სერვისი მოქალაქეებისთვის რას აფინანსებს სახელმწიფო. 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. არჩევნების თარიღი ბოლო 4 საათში ორჯერ შეიცვალა. თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა თარიღად 27 ოქტომბერი გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა ავლაბრის რეზიდენციაში, სადაც ანდრო ბარნოვმა თარიღად 31 ოქტომბერი შეცვლილი თარიღი გამოაცხადა. ჩვენ ამ თემას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდებით, მანამდე კი დღის სხვა მთავარი თემები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო დღეიდან მოქალაქეები გაფართოებული სერვისით ისარგებლებენ. პროგრამაში ჩართული ორსულებისთვის მშობიარობა უფასო ხდება. სახელმწიფოსგან დაფინანსდება ოჯახის ექიმის მომსახურება, გეგმიური ოპერაციები და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას ქვეყნის მასშტაბით გახსნილი სერვის ცენტრები პროგრამაში ჩართვის მსურველ მოქალაქეებს დილიდან იღებენ. იოანე დღეს დილით დაიბადა. ის პირველია, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასო მშობიარობით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროში დაიბადა. მასთან ერთად ამავე პროგრამის ფარგლებში კიდევ 3 პატარა გაჩნდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართული ორსულებისთვის მშობიარობა უფასოა. სახელმწიფო ორსულს ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500 ლარს უფინანსებს, ხოლო საკეისრო კვეთისას 800 ლარს. წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროში პროგრამის ამოქმედებამდე ფიზიოლოგიური მშობიარობა 620 ლარი ღირდა, თუმცა პროგრამის გამო ადმინისტრაციას ფასის შემცირება მოუწია. პატარა დაიბადა 2 და 700 დაიბადა. ძალიან ბედნიერი ვარ, პირველი შვილია ჩემთვის. ძალიან მიხარია. უკვე 4 ახალშობილი ყავს ამ პროგრამით, ვინც გაჩნდა, ვისაც 500 ლარი სახელმწიფო უნაზღავ. თუ პაციენტს ან მშობიარეს მელოგინეს სურვილი აქვს დამატებითი სერვისი, ანუ ეს იქნება უფრო გაუმჯობესებული პალატა, ლუქს პალატა, აყვანილი ექიმი, ამას რა თქმა უნდა სახელმწიფო არ დაფარავს. ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურება, ლაბორატორიული კვლევები, ასევე გეგმიური ოპერაციების ხარჯების 70%, მშობიარობა და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 80%-ით, ხოლო 18 წლამდე პაციენტების და 100%-ით ფინანსდება. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დღეიდან ემატება. ონკოლოგიური დაავადებების ნუსხაში არ მოხვდა ლეიკემია. ამ დაავადების მკურნალობის დასაფინანსებლად სახელმწიფო სხვა პროგრამაზე მუშაობს. სამედიცინო დაწესებულებები კი პროგრამის ამოქმედებისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ და პირველ პაციენტებსაც ელოდებიან. დაფინანსდება ისეთი ოპერაციები, რომელიც არის ფუნქციის შენარჩუნების მიზნით გასაკეთებელი. დღევანდელ დღეს ამდენადაც მე ვარ საქმეში ძალიან ბევრი პაციენტი ელოდებოდა ამ პროგრამის ჩართვას. მართვიანობა და დაინტერესება დიდია, უკვე მოხდა ანგარიშ ფაქტორების ფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გატანება ჯანდაცვის სამინისტროში და როგორც კი საგარანტიო წერილი მოვაჩვენამ და ჩვენ მზად ვართ რომ მოვიმსახუროთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვის ცენტრები საქართველოს მასშტაბით დღეს დილიდან გაიხსნა. სერვის ცენტრებში პროგრამაში ჩართვის მსურველი პირველი ბენეფიციარებიც მიიღეს. წარმოადგენენ ფორმაცი, რომელშიც მათი დიაგნოზია დაფიქსირებული, კალკულაცია იმ სამედიცინო სადაც სურთ მათ მომსახურების მიღება და შესაბამისად ჩვენ გავცემთ მიმართვებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც პოზიტიური სიის მიხედვით ფინანსდებოდა, მეორე ეტაპი ნეგატიური სიის მიხედვით დაფინანსდება. ფინანსდება აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა იმ ჩამონათვალისა, რომელიც გათასებული არის ნეგატიურ სიაში. ეს ნეგატიური სია რაიმე პრინციპული მახასიათებლებით არ განსხვავდება არსებული ნეგატიური სიებისგან, ანუ სპექტრი, რასაც მოიცავს ახალი დღეიდან დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვა, ეს არის ფაქტიურად 360 გრადუსიანი სპექტრი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე 2 მილიონამდე ბენეფიციარმა სახელმწიფო დაზღვევა უკვე მიიღო. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 453 მიმართულება. პროგრამაში 425 პროვაიდერი იყო ჩართული და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. დღის კიდევ ერთი მთავარი თემა 31 ოქტომბერს ქართულმა ამომრჩეველმა ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი ბოლო 4 საათში ორჯერ შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილის პრესპიკერმა არჩევნების დღედ 27 ოქტომბერი დაასახელა, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეცვლილი თარიღი გამოაცხადა. დღეიდან ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, ვინ დაუპირისპირდება ქართული ოცნების კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ნაციონალური მოძრაობიდან. პარტია არჩევანს პრაიმერის შედეგების მიხედვით გააკეთებს. არჩევნებამდე 4 თვით ადრე გამოკვეთილია პრეზიდენტობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი. ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე. საარჩევნო კამპანიაში ჩართვა რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმაც დაადასტურა. და თამთა ჯანაძე ჩაგურთება ახლა ავლაბრის რეზიდენციიდან, სადაც ცოტა ხნის წინ დასრულდა ანდრო ბარნოვის ბრიფინგი. თამთა, კონკრეტულად თუ არის შენთვის ცნობილი, რა გახდა არჩევნების თარიღის შეცვლის მიზეზი? ლევან, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილების მთავარ მიზეზად დასახელდა ტექნიკური პრობლემა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ტექნიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო ვერსიით საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა. პირველი განცხადება პრეზიდენტის პრესპიკერმა გააკეთა და არჩევანის გასაკეთებლად ქართული საზოგადოება 27 ოქტომბერს მიიწვია. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა 2013 წლის 1 ივლისის განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, შემიძლია განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს. დავაზუსტებ, ეს არის ოქტომბრისთვის ბოლო კვირა დღე. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში 27 ოქტომბერი 31-ით შეიცვალა. ჩვენს მიერ გავრცელებული განსხვავებული ინფორმაცია გამოწვეული იყო ტექნიკური შეცდომით, რაზეც უდიშვით საზოგადოებას არჩევნების თარიღად განისაზღვრება ოქტომბრისთვის ბოლო კალენდარული დღე. პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე. ვინ დაიკავებს ავლაბრის რეზიდენციის ამ კაბინეტს 31 ოქტომბერს გახდება ცნობილი. პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი ერთ-ერთმა პირველმა უკვე გამოთქვა პარლამენტის ორგზის ყოფილმა თავმჯდომარემ და ამდენჯერმე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის უფლებამოსილების მოპოვებას ახლა უკვე 5 წლით შეეცდება. ჩვენი პარტია უკვე კარგი ხანია ემზადება ამ არჩევნებისათვის. ჩვენი პარტიის ყველა სტრუქტურა, ჩვენი აქტივისტები, მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან ბევრი ყავს და დღითი დღე იზრდება, მზადავართ ყველანი საპრეზიდენტო არჩევნებში, არა მარტო მონაწილეობის მისაღებად, არამედ გამარჯვების მოსაპოვებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ. ქვეყნის დამოუკიდებლობიდან მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც მიიღებს. პარტიას რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი ყავს, თუმცა ვინ წარმოადგენს ყოფილ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს პრაიმერის დასრულების შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. ჩვენ ალბათ თვის ბოლოსთვის პრაიმერის მეშვეობით დავადგენთ იმ კანდიდატს, რომელიც მიიღებს არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მონაწილეობას და ფიქრობთ, რომ ეს არჩევნები უნდა წარიმართოს დემოკრატიულად, რადგან მსოფლიომ ნახოს, რომ ეს იქნება მეორე არჩევნები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად. საპრეზიდენტო არჩევნები 2013-ში მონაწილეობას არ მიიღებენ ახალი მემარჯვენეები, თუმცა ვის დაუჭერს მხარს პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას დაახლოებით 2 კვირაში მიიღებენ. შეიქმნა სურათი, ჩამოყალიბდეს რა იქნება და თუ რომელიმე კანდიდატი იქნება ქვეყნის მომავლის, ქვეყნის ვექტორთან დაკავშირებით საინტერესო, ჩვენ მას დაუჭერთ მხარს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში იგი მზადაა ჩაებას წინა საარჩევნო მარათონში. ლეიბორისტური პარტიის ლიდერმა საკუთარი პოზიცია რამდენიმე დღის წინ მეცხრე არხის ეთერში გადაცემა შუადღეში დააფიქსირა. მე ვაცხადებ, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ ქვეყნის გადარჩენაზე, ამ პასუხისმგებლობას არ გავექცევი არც პრეზიდენტობიდან და არც ოპოზიციიდან. ასევე მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვარ შტატიანი პრეზიდენტობის კანდიდატი და მაძიებელი ამ თანამდებობისა. საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარმოდგენილი ყავს მმართველ კოალიციას. ქართული ოცნების სახელით არჩევნებში მონაწილეობას განათლების მინისტრი მიიღებს. გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა.
საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში და ოქტომბრის ნებისმიერ რიცხვში ჩვენ გავიმარჯვებთ. განაცხადების მიღება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დაწყებულია. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისია შესაბამისი სამართლებრივი აქტი უკვე გადაუგზავნა. ეს ინფორმაცია ასევე განთავსებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასე რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს საათებში კვლავ არ აღმოაჩენს რაიმე სახის ტექნიკურ შეცდომას, საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. დიდი მადლობა თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ამ დრომდე გაუგებარი რჩება მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოიტანეს. იურისტები მადონა მაისურაძის ქმედებას ვერ ხსნიან. რუსთავში გამართულ პროცესზე მაისურაძემ საბიუჯეტო თანხების მითვისება გაფლანგვაში ბრალდებულები ჯერ გაათავისუფლა, მოგვიანებით კი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის ქცევასთან ერთად ამ დრომდე დავისაგანია მაღალჩინოსანთა დაკავების პროცედურები. მერიისა და ოპოზიციის ლიდერების გარდა სამართალდამცველების ქცევას დღეს მთავრობიდანაც აკრიტიკებენ. თბილისის საკრებულოს წევრები რუსთავში საგამოძიებო უწყების შენობაში დაკითხვაზე დღის პირველ საათზე შევიდნენ. ძიებას მათთან შეკითხვები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება გაფლანგვის ფაქტზე ჰქონდა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მამუკა გუგეშაშვილისა და ხვიჩა სანაიას დაკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა. როგორც მათ მოგვიანებით ჟურნალისტებს გვიანბეს, სამართალდამცავები პლასტიკური ბარათებითა და მათი პარტიული საქმიანობით დაინტერესდნენ. მოწმის სტატუსით დაკითხულები დანაშაულებრივ სქემას კავშირს დღემდე უარყოფენ და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. ვიცოდი თუ არა ამ პლასტიკური ბარათების არსებობდა, რომელზეც მე ვიტყუხარი, რომ მე საერთოდ წინაწაღან შესვლის წინას თქვი და ეხლაც ვიძახი, რომ მე არანაირი პლასტიკური ბარათების არსებობა მე არ ვიცოდი. თუ დაიბარებენ იმათაც, ვინც იყო ჩვენი უშუალო ხელმძღვანელები და გადავიდნენ სხვა პარტიაში, მაშინ ვიტყვი, რომ არ იქნება ეს პოლიტიკური, მაგრამ დღესდღეობით მე ასე მგონია პირადად. ეს იყო საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივი მმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე იმ ჩემს საქმიანობის შესახებ. ბრალდებულები იმპიჩხელიძე, დავით აბარიელი, დამი მამალიძე და ალექსი კაკუაშვილი 2013 წლის 30 იunis 13 საათსა და 20 minutზე გათავისუფლდა. აღნიშნულ საქმეზე უკვე დაკავებული 4 ადამიანი გუშინ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯერ დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულები იმპიჩხელიძე საქართველოს შეერთებული პარტიებმა და პარტიების ორი საათის შემდეგ კი დარბაზშივე დააკავა. დაკავებულთა ადვოკატები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატებს მომხდარი სამართლებრივი ახსნა უჭირთ. იმ პირების მიმართ როგორ შეიძლებოდა შეფარდებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება, მაშინ როდესაც კითხვის ნიშანი აქვს დასმული ყველა მტკიცებულებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. და ფაქტობრივად მოსამართლე წინააღმდეგობაში მოდის მისივე გადაწყვეტილებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე საქმეზე, ერთი და იგივე მტკიცებულებებზე, მან უკვე მესამედ მისი განჩინების საფუძველზე აღნიშნულ პირები უკვე მესამედ დააკავეს ბრალდებულის სახით. ყოფილი პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და სამართლებრივი ნორმების დარღვევაზე საუბრობს. მოსამართლემ მიიღო უპრეცედენტო და ურთიერთგამორიცხველი სრულიად უკანონო და გაუგებარი გადაწყვეტილება. პირველი გადაწყვეტილებით მან დარბაზიდანვე გაათავისუფლა მერიის ყველა თანამშრომელი და უკანონოდ ცნობათი დაკავება. შემდეგ გამოაცხადა 2 საათიანი შესვენება და 2 საათიანი შესვენების შემდეგ მიიღო ასევე თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპირისპირო და საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, დარბაზშივე დააკავა და დააპატიმრა 4-ვე ბრალდებული. პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც. დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანონდამრღვევები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. იქ პროცედურული ნორმები დაირღვა ეს ცხადზე უცხადესი იყო, ყველამ ნახა აბსოლუტურად, თორემ წინააღმდეგ ერთხელ დაიჭირეს, მერე გაუშვეს ეს რასმუსენის ვიზიტს და ემთხვა მე კიდე მოხდა დაკავება. ხა ეს რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ თავისთავად არ არის კარგი ამბავი. ბანკომატის ფურსილებზე ადამიანი ხა ეს არ შეიძლება დანაშაულის მტკიცებულებად წარმოადგინოა რა. ათუ ლაპარაკია ზოგადად შეცდომაზე იმ უწყებისა, რომელიც ამას ახორციელებს. მერიის დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს დეტალურად სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. უჩა ნანუაშვილის თქმით, არსებული პროცედურული დარღვევები მოსამართლემაც დაადასტურა. ფაქტია ის, რომ დარღვევები ამ საქმეში არსებობს, ეს აღიარა თვითონ მოსამართლემაც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს უკვე შემდგომი რეაგირება და საქმეს მიეცეს მკვლელობა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. აპელაციის ვადა ხვალ 19 საათზე იწურება. დაისჯებიან თუ არა ის სამართალდამცავები, რომლებმაც ბრალდებულები პროცედურული დარღვევებით დააკავეს, ჯერჯერობით უცნობია.
და სწორედ მერის მაღალჩინოსნების დაკავება და რუსთავში ჩატარებული სასამართლო პროცესი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც თბილისის მერმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ისაუბრა. გიგი უგულავა მელჩობს ბრალდებულთა საქმეზე ინფორმაცია მიაწოდა, მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კი პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია მისცა. ქალაქის მერი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებასაც შეეხო. უგულავამ პროცედურული ნორმების დარღვევაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბრალდებულებს საგამოძიებო ორგანოში ყოფნის დროს ადვოკატი დროულად სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. შეხვედრაზე მყოფი დიპლომატები გამოძიების შედეგებს ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ სამართლებრივი ნორმები დაცული იქნება. არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს, გამოძიება ჩატარდეს. მაგრამ სწორედ რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში, რომ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავის სასარგებლო მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს და სასამართლომ მიიღოს შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილება და არ შეიქმნას არანაირი ახმადობაც კი იმისა, რომ რაიმე მიკერძოებას ჰქონდეს ადგილი. მერის და ადვოკატების პრეზენტაცია მოვისმინეთ, შეშფოთებას გამოთქვათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვიდრე საბოლოო განაჩენი არ იქნება გამოტანილი, მანამდე უფრო კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მორიგის საჩივარი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილსა და ამირან მესხელს ამჯერად სამშენებლო ბიზნესში ჩარევასა და წილების კონტროლში ადანაშაულებენ. პაატა ბუაძის ამხანაგობა საცხოვრებელ კორპუსებს თბილისის რამდენიმე პრესტიჟულ უბანში აშენებს. ბიზნესმენის მტკიცებით უძრავი ქონების ნაწილი მისმა ყოფილმა პარტნიორმა სწორედ ეგზალონების მფარველობით წაართვა. ფარული აუდიო ჩანაწერი და კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან განხორციელებულ შანტაჟზე საუბრობს. ბელა ზაქაიძე მოამზადა დღეს თემაზე რეპორტაჟი. ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსი, ნიკოლაძის ჩიხში საცხოვრებელი კორპუსი, ყაზბეგის ნომერ 3-ში მდებარე კორპუსი, შარტავასა და ბაქრაძის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსები. ეს იმ უძრავი ქონების ჩამონათვალია, რომლის წართმევაშიც ერთ-ერთი მეწილე ყოფილი ხელისუფლების ძალოვან მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. რამდენიმე ამხანაგობის დამფუძნებელი და მეწილე პაატა ბუაძე ამბობს, რომ მისმა პარტნიორმა ლევან საყვარელიძემ სამშენებლო ბიზნესიდან ვანო მერაბიშვილის და ამირან მესხელის, ასევე სოდის და კუდის თანამშრომლების დახმარებით გარიცხა. ბუაძის განცხადებით ლევან საყვარელიძე მის ადვოკატთან ირაკლი გულბათაშვილთან ერთად ქართულ ბანკის გაკოტრების სქემაშია ბრალდებული. გულბათაშვილი რასაც იძახდა, რომ მე მესხელმა გამომიშვა. გულბათაშვილი საყვარელიძის მხარეა. საყვარელიძისთვის და საყვარელიძესთან ერთად მოქმედებდა. ხო? ჩვენ ვიცოდით მაგალითად ეს ლაპარაკის დონეზე, როცა ამბობდნენ, რომ თქვათ მათ მერაბიშვილის რაღაცებს ეხმარებოდათ ადრე. 2005 წლიდან პაატა ბუაძემ და ლევან საყვარელიძემ რამდენიმე ამხანაგობა შექმნეს. ამასთან საყვარელიძეს წილები ევორჩიც ჰქონდა, რომლის დირექტორიც ზურაბ ხარატიშვილი იყო. როგორც ბუაძე ყვება პარტნიორებს შორის დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როდესაც საყვარელიძე დოკუმენტებში არ ახედებდა. 2010 წელს კი ერთ-ერთი ობიექტის ნაწილი საქართველოს ბანკის სასარგებლოდ დაათმობინეს. ამტკიცებს, რომ 20 მილიონი ლარი კრედიტი საყვარელიძის კუთვნილ კომპანიებს, მათ შორის ევორც ჰქონდა და კრედიტი მას იძულებით გადაახდევინეს. მე უნდა მომეწერა უკვე ხელი ამ თანხმობაზე, ასე ვთქვათ. რასაც მიაღწიეს ახლა მე მიყვანეს ღამის 12 საათი საქართველოს ბანკში ამ პოლიციელებთან ერთად და მომაწერიეს ხელი არა და დამიჭერდნენ. ამის შემდეგ საქართველოს ბანკმა მართლა გაანთავისუფლა ეს დანარჩენი შენობები და ერთ-ერთ შენობაზე ფიქრის გორაზე ახალი კრედიტი გამოყო. ბუაძე ამტკიცებს, რომ წილების დათმობაში სოდის და კუდის თანამშრომლების ჩარევას ფარული ჩანაწერიც ადასტურებს. გვარიდან ჩართო ესენი თუ ის ცალკე სასწავლებლად. არა, ესენი სამი პროფესორია. ესე იგი სმესია რა, ყველა უწების. ბუაძე ბრალდებებს ზურაბ ხარატიშვილსაც უყენებს. გვაწვდის ხარატიშვილის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას ფიზიკური პირის სახელზე, რომლითაც მაშინ ევორდის დირექტორი შარტავას 35-ში მათი ამხანაგობის ბინას ყიდის. ბუაძის მტკიცებით ხარატიშვილს ამის უფლება არ ჰქონდა. შარტავას 35-ში და ფიქრის გორაზე მშენებარე კორპუსების კიდევ ერთი მეწილი ადანაშაულებს ყოფილ ძალოვნებს შანტაჟში და ზეწოლაში. შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდა იმ მოტივით, რომ დათმობილიყო წილები, ანუ დაეთმო მას. ეს იყო სახში მისულები, მაღალი თანამდებობის პირების, სოდის და კუდის თანამშრომლების. სახში თუ ვერ იპოვიდნენ და თუ ვერ გაარკვევდნენ რაღაც სიტუაციას, მერე სამსახურში მიკითხვა და დამუქრება.
ამჟამად ამ ხანაგობამ საიდანაც ბუაძე გარიცხეს თავმჯდომარე გამოიცვალა. ამ ხანაგობის ამჟამინდელი თავმჯდომარე ღიად კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ირაკლი გულბათაშვილი კი სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს. ზურაბ ხარატიშვილმა კი კომენტარზე უარის თქმის მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. არავის იძულებით არავისთვის ხელი არ მოუწარნებია და არაფერი ოფისის დათმობაზე იქ არ ყოფილა ლაპარაკი. იქ მორიგების აქტი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ და რა ქვია, დაიკითხოთ რა არის როგორ არის. ლევასაყარიძე მოსაკლავი და ჩამოსახჭურია. ირაკლი გულბათაშვილის მისაყოლებელია ზედ მე თუ ვკითხავთ ადამიანად. მაგრამ ბუაძესაც მაგ ზუსტად არაფერი არ ეკუთვნის, ესაც ზუსტად ვიცი რა. და ეხლა მით უმეტეს თუ ჩემი მოცილია და თუ მაკორპუსის მოცილია თუ არ მასანტაჟებს, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა 14 ოჯახი ესე ფეხებზე ბოდიში და დაიგო და მიჩირო რომ გამიჩერო გაყიდო. გიგა ჭეიშვილმა და პაატა ბუაძემ პროკურატურას მიმართეს. გამოძიება წილის იძულებით დათმობაზე მიმდინარეობს. სასამართლოშია მათი სამოქალაქო სარჩელი ამ ხანაგობებიდან გარიცხვასთან დაკავშირებით. ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება ეუთოს მორიგი მოწოდება რუსეთს სტამბულში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მეოთხე დღეა გრძელდება. ასამბლეას ქართული დელეგაციის წევრებიც ესწრებიან, რომლებიც სესიის პარალელურად შეხვედრებს მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს მოლაპარაკებები ლიტვისა და მონტენეგროს დელეგაციის წევრებთან გამართა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი თემა კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა იყო. ასამბლეის ფარგლებში მიმდინარეობს საკომიტეტო სხდომებიც. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ყოფილა 7 დეპუტატის მოთხოვნა, რომელიც რეზოლუციაში ვანო მენაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული პუნქტის დამატებას ითხოვდა. მოთხოვნას უკვე მოხდა შეფასებები ქართული დელეგაციის მხრიდან. ეუთო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ მიმართოს და თავი შეიკავოს შერჩევითი მართლმსაჯულებისაგან და წუხილს გამოთქოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარ პატიმრობასთან მიმართებაში. ეს არის ფაქტურად აღიარება იმისა, რომ საქართველოში ხდება პოლიტიკური პირების მიმართ ანგარიშტორება და ეს ძალიან სერიოზული დარღვევა გამოთქვამს რაღაცა უკმაყოფილებას ასამბლეა. რა თქმა უნდა, რაღაც ხმების რაოდენობით ცოტათი მეტი დააგროვა ამ პოზიციამ, მე ვერაფერს ვერ ხედავ ამაში განსაკუთრებულს, იმიტომ რომ ძალიან ნათლად იციან პარტიორმა ქვეყნებმა, რომ საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალიან დიდი პრიორიტეტი ენიჭება. საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება სახეზეა. შარშან ნახეთ ახალი მთავრობის არჩევა და ხელისუფლების დამარცხება, რაც პირველად მოხდა. შეშფოთებას გამოთქვამთ მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე, რაც ბადებს ეჭვს, რომ დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროცესებმა გამჭვირვალედ ჩაიაროს. შეხვედრები, რომლებიც კვლავაც გაგრძელდება, შეხვდით ლიტვის საპარლამენტო დელეგაციასაც, ემსახურება ერთ საკითხს, რომ ეუთო, როგორც ევროპაში უსაფრთხოების და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორი ორგანიზაცია, იყოს ეფექტური საქართველოსთვის, საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად. კოკიანა თამიშვილი ნაციონალურ მოძრაობას ემიჯნება პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და დეპუტატის კრიტიკული პასუხი რამდენიმე წუთში დღისამ და სხვა მთავარი თემებით ბრუნდებით. პროტესტი დუშეთში მეწარმე მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. პრეზენტაცია მესტიაში ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე. პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულის ხდომა დასრულდა. დღის წესრიგში იყო ორი საკითხი: ჯიჰადის სახელით გამოქვეყნებული ვიდეოებისა და ციხეში პატიმრების წამების ამსახველი კადრების განხილვა, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დეპუტატებს გამოძიების მიმდინარეობის ეტაპები და დღეისათვის არსებული შედეგი გააცნო. კომიტეტის ხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტარების ნაწილმა სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ ვიდეო ჩანაწერებსაც უყურა. ჩვენ მივიღეთ რწმუნება იმის თაობაზე, რომ მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის ოპერატიული სამსახურები, რომლებიც ჩართულები არიან ამ საკითხის გამოძიებაში, უწევთ ძალიან დიდი ოდენობის მასალის გადამუშავება, ვინაიდან ზუსტად გამოვლინდეს ის ადამიანი ან პირთა წრე, რომელმაც შეიდინა ეს ფაქტი. ამის შემდეგ კიდევ რაიმე სახის მოთხოვნა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას ცალკე, ეს უკვე ცინიზმია და მე მგონი, რომ საერთოდ პასუხის ღირსადაც აღარ ვთვლი ამას, რატომ არ მობრძანდნენ დღეს და ენახათ. ეს არის, დღეს რაც ჩვენ ვნახეთ, ყველაფერი ეს ერთად აღებული არის კრებსითი სახე იმ სისტემის, რომელიც შექმნილია ნაციონალური მოძრაობის მიერ. როდესაც ვეცნობოდით
წამების მეთოდოლოგიას, აქ აშკარად ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, შეიძლება დატრეინინგებულიც წამების მთელი სისტემა ჩამოყალიბებული, ჩვენი პასუხისგებლობაა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ეს წამების ეს ფაქტები, რომ მთლიანად ეს დანაშაულური ქმედებები მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოიძიოს. თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია კი ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფება. ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ლიტვალ კოლეგას იუზას ოლეგს. ალასანიამ ლიტვალ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები გააცნო. მხარეებმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის შესახებაც ისაუბრეს. ირაკლი ალასანიამ ოლეგას ლიტვური მხარის მიერ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განახლებულ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული თქვენ მხარდაჭერას უცხადებდით ჩვენს ქვეყანას. როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდა თქვენ ჩვენს გვერდით იდექით. თქვენი პრეზიდენტი საქართველოში მხარდაჭერის გამოსახატად სწორედ მაშინ ჩამობრძანდა, როცა რუსეთის ფედერაციასთან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ამისათვის ქართველი ხალხი თქვენს მიმართ განსაკუთრებულად მადლიერია. თქვენ ასევე მხარს უჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. საქართველო მადლიერია იმ მხარდამჭერი განცხადებების გამოც, რომლებსაც ევროკავშირისა და ნატოს ტრიბუნებზე ახმოვანებთ. ასევე მადლობას გიხდით იმ მყარი პოზიციისთვის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ გამოხატავთ. მეწარმე დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მოადგილის წინააღმდეგ რევას თავართქილაძე ბესი გვარდიაშვილსა და ცარო საძაგლიშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს. თავართქილაძე მეცხრიართან ყვება, რომ მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა ქალაქის გარეგანათების მოწესრიგება დაუკვეთეს, თუმცა ჩატარებული სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა არ გადაუხდიათ. ბრალდება და პასუხი რა ხდება დუშეთში ირაკლი მამალდის რეპორტაჟი. დუშეთში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმე რაიონული გამგეობის მაღალჩინოსნებს თაღლითობაში ადანაშაულებს. რევას თავართქილაძემ პროკურატურას საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მოადგილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით უკვე მიმართა. ადგილობრივი მეწარმე მუნიციპალიტეტს 12,000 ლარის მითვისება გაფლანგვაში ამხელს. დაზარალებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტროსადენების დემონტაჟით და დუშეთის ჩაბნელებით იმუქრება. ჩემ ხონებას წარმოადგენს. ეს არის ჯერჯერობით ჩემი ხონება, სანამ ღირებულება არ ამინაზღაურდება ამ შესრულებული სამუშაოს. და მათ ჩასვეს მაშინ. ხო, ჩემ ხონებაში, ჩემი ხონება ჩასვეს, მოვლა პატრონობაში აიღეს ბალანსზე. როგორ აიღეს ბალანსზე, ეგ არ ვიცი. ამ პროექტზე პირდაპირ უარი გითხრეს. თანხის მიღებაზე. კი, გაგვაკეთებინე შევასრულეთ სამუშაო და უარი გითხრეს ანაზღაურებაზე. ადგილობრივი მეწარმე ამტკიცებს, რომ გამგეობის წარმომადგენლებთან სიტყვიერი შეთანხმება დადო. კერძოდ, არჩევნების წინ მის კომპანიას გარეგანათების ბოძები ერთ-ერთ ქუჩაზე უნდა დაემონტაჟებინა. მუნიციპალიტეტი კი თანხას არჩევნების შემდეგ ჩაურიცხავდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. გააკეთებინეს ეს საქმე, ესეთი მრავალი ხალხი საქართველოს მასშტაბით გადაგდებული ამათ წინა ხელისუფლებას. წინა საარჩევნოდ გააკეთებინეს ესა თანხა არ მისცეს. დაზარალებული მეწარმე თაღლითობაში საკრებულოს თავმჯდომარეს, ცაროს საძაგლიშვილს და გამგებლის მოადგილეს ბესი გვარდიშვილს ადანაშაულებს. საჯარო მოხელეები ბრალდებებს არ პასუხობენ. მხარეებს შორის არსებულ დავას მეცხრიარხთან მხოლოდ გამგებელი ადასტურებს. ვაჟა ჩოხელი დაზარალებულს სასამართლოში წასვლას ურჩევს. სიტყვიერი დავალების საფუძველზე წავიდა ამ კაცმა და შეასრულა იქ გარეგანათების სამუშაოები. და რა თქმა უნდა, ეს ფული არ მისცეს. ეხლა რა უნდა ქნას, უნდა იჩივლოს სასამართლოში და თავისი სიმართლე დაამტკიცოს და დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. დაზარალებულის ადვოკატმა უკვე მიმართა ადგილობრივ პოლიციას და პროკურატურას, თუმცა ძიებას საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოადგილე ჯერ არ დაუკითხავთ. ეს არის წმინდა წყლის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის 332-333 მუხლების თანახმად ეს გახლავთ თანამდებობის ბროტად გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება. დუშეთის გამგეობის მაღალჩინოსნებსა და ადგილობრივ მეწარმეს შორის არსებული დავის გაგრძელებას ადვოკატი სასამართლოში გეგმავს.
დათახალაია სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს შარდენბარიდან გირგულიანზე ანგარიშტორების ბრძანება სწორედ კუდის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ახალაიამ გასცა. საქმის დეტალებს ბრალდებულის ადვოკატი უკვე გაეცნო. გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლისთვის თავისუფლების აკვეთაში ხელის შეწყობის მიუხედავად ბრალი კუდის ყოფილ თანამშრომელ ოლეგ მელნიკოვსაც წაუყენეს. მელნიკოვის ადვოკატი ამბობს, რომ გამომძიებლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე დაკითხეს უკრაინაში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მიუხედავად ბრალი წაუყენეს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს. დავით ჩხიტუნიძეს გამოძიება გირგულიანის საქმეზე დაკავებული პირების საპატიმროდან დროებით გამოსვლაში ხელის შეწყობას ედავება. ვერ აღმოაჩინა იცებით ნაწილსა და ბრალის კაბულას შორის არის აბსოლუტური სისულელი. მე მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ ის რომ თითქოს დათახალაია შეუკვეთა გირგულიანის მკვლელობა, ამაში მას ბრალი არ ედება და რაც შეეხება დანარჩენს, რაც მიაღვიქვი, ეს არის რამოდენიმე გარეწარი პირი ცდილობს ხელის შეაწმინდოს დათახალაიას, რაც რა თქმა უნდა არ გავა და არ გამოვა. ოლეგ მელნიკოვს გამოძიება ედავება უკანონო თავისუფლების აკვეთაში დახმარებაში, მაგრამ აქვე გამოძიება აცხადებს იმას, რომ არ ედავებიან ყოფნას შემთხვევის ადგილზე, ანუ აცხადებენ, რომ კი ბატონო ოლეგი არ ყოფილა, მაგრამ ეპიზოდი არის ესეთი, რომ გამოვიდა თუ არა ოლეგ მელნიკოვი რესტორნიდან და აი ამ პირებს, ვინც დამნაშავედ იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, ანიშნა თუ არა, ვინ უნდა წაეყვანა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, რომ მისი წარსული თითქმის არაფრით არასოდეს შეღვალული არ ყოფილა. 5 შვილის მამაა და გარკვეულწილად მისი დაცვიდან გამომდინარე მე ყველა მასალებს მოვაგროვებ და როცა იქნება აკვეთი ღონისძიების განხილვა სასამართლოში, როცა პროკურატურა შუამდგომლობით შევა, მე დანარჩენს მე მოგახსოვს. გუნდისგან გამიჯნული ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში უმრავლესობას კარგავს. კოკი იონათამიშვილმა პარტია დატოვა, ჩაკეტილი პარტიული ორგანიზმი, რომელიც გაუგებარი ინსტინქტებით მოქმედებს, ასე უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი ყოფილ პარტიაზე საუბრობს. განცხადებიდან რამდენიმე საათში ვრცელდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი, რომლის მიხედვითაც იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილს ბიზნესში საკუთარი წილის გაყიდვის მიზნით დახმარებას თხოვდა. ამას რძენი ხარ მიშა ამ ფრაზით პასუხობს დეპუტატი წერილს და დღის ბოლოს კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს. ფრაქცია ნაციონალების ყოფილი თავმჯდომარე დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება, შესაბამისად დღეს საკრებულოში უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. მოქალაქეთა კავშირი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალი თაობა, ახალი ინიციატივა იონათამიშვილის წარსული და რეაქციები, რომლებიც დღეს მის გადაწყვეტილებას მოჰყვა. გვანცა პაპავაძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. გვანცა სანამ რეპორტაჟს ვნახავთ, მანამდე საინტერესოა, რა წერია დღის ბოლოს გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც იონათამიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული წერილისგან განსხვავებით კოკი იონათამიშვილის მიერ დაახლოებით 2 საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში რიტორიკა არის უკვე შესული. კოკი იონათამიშვილის განცხადებით მან მართლაც მიწერა პრეზიდენტს წერილი, თუმცა არა იმ შინაარსით, როგორითაც გამოაქვეყნეს. ის ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ იცოდნენ მაღალჩინოსნებმა. კოკი იონათამიშვილის განცხადებით მას არ სურს ჯერჯერობით გაამხილოს თუ რა ეწერა მის მიერ მიწერილ წერილში, თუმცა სურს ისაუბროს, განმარტოს ის მიზეზები, რომლებიც მის მიერ დაწყებულ კამპანიას უდევს საფუძვლად, კამპანიას, რომლის სახელი იონათამიშვილის განცხადებით შიშია. როგორც იცით, კოკი იონათამიშვილი რიგით მეორეა, ვინც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი დაატოვა. დღეს საკრებულოში უკვე საუბრობენ, რომ ახალი უმრავლესობის ფორმირება მოხდება. თანამდებობის დატოვების რა მიზეზებზე საუბრობენ დეპუტატები და როგორ აპირებენ საკრებულოში მუშაობის გაგრძელებას, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ძალიან მაგარი და გამორჩეული პრეზიდენტი უკვე ვხართ და ხალხი ამას ხვალდაზე კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით შეიგრძნობს, ვიდრე ოდესმე. წერილის გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა. პრეზიდენტი ფიქრობს და ვარაუდობს, რომ პოლიტიკა არ უნდა გახდეს სავაჭრო თემა. ჩვენ გავსაუბრობთ ზუსტად როგორ იქნება საქართველოს ოსმალეთის საუკუნეში. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტიური წევრი თანაგუნდელების იდეების მოზიარე მოქალაქეთა კავშირიდან იყო. უნისონში მუშაობენ მასზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ამ შემთხვევაში კონკრეტული ამოცანაა, რომ თბილისში უმრავლესობა აღარ კონდეს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას. ეს განცხადება კი ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გუნდ საკრებულოში უმრავლესობა თავად დააკარგვინა. ამიერიდან ხმაურიან სხდომებზე გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მიიღებს. ფრაქციაში ახლა 23 დეპუტატი დარჩა. კვორუმი გადაწყვეტილების მისაღებად კი 24-ია. ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. მოგვიანებით კი მეცხრე არხთან საუბრისას გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, ნაციონალური
ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ვეღარ მკლავდება. ჩემდა სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა აბსოლუტურად ვერ გაერკვა ოპოზიციაში რა მიმართულებები და რა პრიორიტეტები უნდა ყოფილიყო, ვერ მოახდინა ტრანსფორმირება, გადახალისება, ახალი სახეების მოძებნა და აქედან გამომდინარე მე აღარ ვთვლი, რომ ეს არის საშუალება იმის, რომ პირადად მე ყოველ შემთხვევაში ამ პოლიტიკური ინსტრუმენტით თუ პლატფორმით მონაწილეობა მიიღო ქვეყნის აღშენებლობის საქმეში. მორალთან მწყრალი და არასწორი საქციელი, ასე შეაფასა თბილისის მერმა ყოფილი თანაგუნდელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მედაკოკის განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა და გვაქვს. მე მასთან მქონდა საუბარი რამდენიმე დღის წინ. ვთვლი რომ მან მისთვის შეიძლება პერსონალურად სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და აქედან მან სარგებელი ნახოს. ასევე ვთვლი რომ ასეთ ვითარებაში ეს აქციელი თუნდაც მეგობრული, თუნდაც კოლეგიალური კუთხით არასწორი და რბილად რო ვთქვათ, მორალთან მწყრალია. იონა თამიშვილის გადაწყვეტილების გასაჯაროებიდან ცოტა ხანში საუბარი ახალი უმრავლესობის ფორმირებასთან დაკავშირებითაც დაიწყო. თუმცა ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების განცხადებით ჯერ ამ უკანასკნელს მსჯელობა ნაადრევია. ვინაიდან კონსულტაციები თავდაპირველად ინტერფრაქციულ დონეზე უნდა გაიმართოს. არ არის გამორიცხული უახლოეს ხდომაზე სპიკერატის შემადგენლობის გადახედვის საკითხიც დადგეს. ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს ახალ რეალობასაც საკრებულოში და რა თქმა უნდა შესაძლებელია უახლოეს ხდომაზე უკვე დაისვას სპიკერატის შემადგენლობის გადახედვის საკითხიც, ვინაიდან ეს არის პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ატარებდნენ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას და დღემდე ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ ასეთი ერთგული დამცველნი არიან, ეს ადამიანები სპიკერატიდან უნდა იქნენ გაყვანილი. ამ ფაქტმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აჩვენა ყველა საზოგადოებას, რომ აბსოლუტურად ამაო ყოფილა ცდილობა ნაციონალური მოძრაობისა ეს პროცესები, მათი ფრაქციიდან დეპუტატების გასვლის პროცესები წარმოეჩინათ როგორც ვიღაცისგან ზეწოლის შედეგი. გვექნება ჩვენ დიდი კონსულტაციების შედეგად რაღაც საერთო შემაჯამებელი სამომავლო პერსპექტივების საუბარი და იქნა გამომდინარე ჩვენ მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას თუ რა ფორმით უნდა დაიგეგმოს შემდეგი სხდომები. ინტერფრაქციულ ჯგუფში იქნება კონსულტაციები, მსჯელობა და თუ კი იქნება შესაძლებლობა ახალი უმრავლესობის ფორმირების, ამას საზოგადოება გაიგებს და ჩვენ ჩამოყალიბდებით რანაბიჯს გადადგავს ქართული ოცნების ფლანგი. იონა თამიშვილის მიერ ფრაქციის დატოვებას საკანონმდებლო ხელისუფლებიდანაც ეხმაურებიან. მიმაჩნია, რომ კონკრეტულად ამ პიროვნებამ ვერ გაუძლო სწორედ აი ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ კლიმატს, რომელიც აშკარად ატარებს დევნის ხასიათს და თავისი პიროვნული თუ კარიერული კომფორტისათვის მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად ნათელი, რაც შეეხება უშუალოდ ვთქვათ პიროვნულად რაიმე ზეწოლას ან მოლაპარაკებას მასთან ჰქონდა თუ არა ადგილი, ამაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. კარგია ოკეანა თამიშვილმა ეხლა რომ დატოვა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ცუდია რომ ეხლა დატოვა და საერთოდ ცუდია, როდესაც აი ამ ფონზე მიდიხარ, იმიტომ რომ ეს უკვე თავის გადარჩენა და არარეალურად გაცნობიერება პრობლემების და ქვეყნის სამსახური. როდესაც მიხვდა რომ გემი ჩაიძირა, მე როცა გარბიხარ იმ გემიდან, ეს არ არის მაინც და მაინც ყველაზე უფრო მისასალმებელი საქციელი. არჩევნების შემდეგ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა 15-მდე დეპუტატმა დატოვა. თავმჯდომარის პოსტი საკუთარი ნებით თებერვალში ნიკო ხაჩირაშვილმაც მიატოვა. ვინ ჩაუდგება სათავეში უმცირესობით დარჩენილ ნაციონალურ მოძრაობას ჯერჯერობით უცნობია. ლიბერტი ბანკს ახალი ხელმძღვანელი ხავს. ამ თანამდებობას დღეიდან გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი არველაძე დაიკავებს. უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე კი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ დარჩება. გურგენიძე ამ თანამდებობას 2015 წლის ბოლომდე შეინარჩუნეს. მენეჯმენტში სხვა ცვლილებებიც მოხდა ფუნქციების ნაწილი, რომლებსაც აქამდე ლადო გურგენიძე ითავსებდა, ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა პირებმა გადაინაწილეს. გურგენიძის შეცვლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, რომ საბიუჯეტო სახსრების მითვისება გაფლანგვაში ბრალდებულ მერის მაღალჩინოსნებს საბანკო ანგარიშები სწორედ ლიბერტი ბანკში ჰქონდათ გახსნილი. ძირითადი მიზეზი ამის იყო ის, რომ ბანკში პრინციპში დაგროვდა საკმარისი გამოცდილება იმისა, რომ მარტოდ ყოველდღიური საქმიანობა ბანკის, ხოლო თვითონ ლადო გურგენიძე გაამახვილებს ბევრად მეტ ყურადღებას და ბევრად მეტ დროს დაუთმობს ბანკის ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიც არის დაფინანსების მოძიება, ახალი კაპიტალის მოზიდვა და ასე შემდეგ. ჩვენ ისევე გავაგრძელებთ ჩვენი ბაზრის ზრდას, ახალი პროდუქტების შემოთავაზებას და ჩვენი არხების გაფართოებას.
განახლებული ისტორიული შენობა მესტის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ახალ ცხოვრებას იწყებს. რეაბილიტაციის პროექტში იუნესკოს ეროვნული კომისია, ევროკავშირი, ბერლინის მუზეუმების გაერთიანება, ამერიკის, იტალიისა და შვეიცარიის საელჩოები ერთად იყვნენ ჩართული. ნახეთ რეპორტაჟი მუზეუმიდან, სადაც დღემდე ინახება მსოფლიო კულტურული ღირებულების ძეგლები, მათ შორის მოხატული ხელნაწერების ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში ადიშის ოთხთავი. მესტის განახლებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის პირველი სტუმარი საქართველოს დამსახურებული ექიმი ადილ ჩართოვანია. საქართველოს მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ პირველ სტუმარს გიდობა თავად გაუწია. ეს ექსპოზიცია, რა თქმა უნდა, მე ადრეს მინახავს და ის, მაგრამ აღტაცებული ვარ რა. მაყოფილი ვარ იმნაირად, როგორც სვანი, ძირძველი სვანი. ეს ნატურა აგვისწრებდა სვანებს. ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება. მუზეუმი 6 საექსპოზიციო დარბაზისგან შედგება. აქ უნიკალური არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლებია დაცული. მათ შორისაა მსოფლიო მნიშვნელობის რარიტეტები, როგორიცაა 40 სებასტიელი მოწამის ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის სურა და მე-9 საუკუნით დათარიღებული მოხატული ხელნაწერი ადიშის ოთხთავი. აქ თქვენ ხედავთ მე-9 საუკუნის უძველეს რიპიდას, რომელიც ღვთისმსახურებისთვის იყო აუცილებელი. აქ არის მე-6 საუკუნის სირიული საცეცხლურები, რომელთა შემოტანა საქართველოში უკავშირდება 13 ასურელ მამას. აქ არის ვენეციური ჯვარი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 303 შემოგჩა და აქედან ერთი სვანეთშია. მუზეუმის განახლების პროექტში ქართულ მხარესთან ერთად საერთაშორისო ფონდები და საელჩოები მონაწილეობდნენ. მესტის მუზეუმს დღეს სმითსონის ინსტიტუტის ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკოსი ქეროლ ნევერი სტუმრობდა, რომელიც მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ამდენი წმინდანივთი ერთად არსად მინახავს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველა ქართველმა უნდა ნახოს ეს სილამაზე. მინდა მივულოცო სვანებს, რომ ასეთი შესანიშნავი მუზეუმი აქვთ. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. განახლებულ მუზეუმში სარესტავრაციო ლაბორატორიისა და საცავების შექმნაც იგეგმება. ნახველებს მუზეუმის დათვალიერება ცოცხალ ექსპონატებთან ერთად სპეციალურად დამონტაჟებული სენსორული ეკრანითაც შეეძლებათ. მუზეუმში შესვლა ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის უფასო იქნება. ქართული კანონიკური საგალობლების სასწავლო კრებული ანსამბლის შავნება და მეორე ალბომზე მუშაობს. დისკის მეშვეობით მწუხრისა და ცისკრის საგალობლები უკვე 5000-მდე ადამიანმა შეისწავლა. რეპეტიცია და სამზადის იმორიგი ალბომის გამოსაშვებად თიკა წერეთლის რეპორტაჟი. ქართული გალობა არის სიყვარული უფლისადმი, ხოლო ქართული სიმღერა სიყვარული მოყვასისადმი. მუსიკაში აჟღერებული და გადმოცემული. უფალმა მოგანიჭოთ მადლი და სიხარული გალობისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მათ ვისაც უფალმა გალობის ნიჭი უბოძა, უკვე დამოუკიდებლად შეუძლია დაეუფლოს მას. ანსამბლის შავნება და რამდენიმე თვეა გალობის შემსწავლელ ალბომზე მუშაობს. საგალობელი სასწავლო დისკით ვაჟთა გუნდის მიერ შესრულებული, სპეციალურად სადაკილო, რითიც იწყებდნენ გალობლები სწავლას, აი ეს ნიმუშები იქნება შესრულებული. აქ არ იქნება გართულებული ვარიანტები, გამშვენებული საგალობლები, რაც შეიძლება სადა, იმისთვის რომ შედგეს ქართული წირველოცვა. წმინდა სინოდის 2003 წლის განჩინების საფუძველზე მგალობელთა გუნდებს ლოცვა-კურთხევა მიეცათ, რომ ეგრეთ წოდებული რუსული, ბიზანტიური და ევროპული გალობა ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით შეცვალა. ამან ძალიან დიდი ბიძგი მისცა საქართველოში ქართული გალობის გავრცელება, პოპულარიზაციას. ეს ყველაფერი იმისთვის არის გაკეთებული, რომ მარტივად შეისწავლოს ერთმანჩვეულებრივმა ადამიანმა საგალობელი. ამ სტუდიაში ქართული კანონიკური საგალობლების სადა ვერსიები იწერება. გალობის შემსწავლელი ალბომის პირველ ნაწილში, რომელიც ანსამბლმა შავნაბადამ რამდენიმე თვის წინ გამოსცა, წუხრისა და ცისკრის საგალობლებია შესული. ამჟამად მომღერლები წირვის საგალობლების ალბომზე მუშაობენ. საპასუხებლო ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ შენ უნდა შეასრულო გალობა ისე, რომ სხვამ შეისწავლოს ის. ამიტომ ჩვენ ძალიან, ასე ვთქვათ, მონდომებით და პასუხებლობით ეკიდებით ამ ყველაფერს. ამ საგალობლების შესწავლა ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია. ანუ
ადამიანს, რომელსაც არ აქვს მუსიკალური მონაცემები იმ დონის, რომელმაც შეიძლება ნოტით წაიკითხოს საგალობელი, მას შეუძლია რომ ზეპირად შეისწავლოს. სასწავლო დისკების შეძენის შესაძლებლობა მომავალ მგალობლებს სოციალური ქსელის მეშვეობით აქვს, რომელიც მინიმუმ 4 ადამიანისგან შემდგარ გუნდს უფასოდ გადაეცემა. საგალობლები იწერება საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო 1-ის სტუდიაში, ხმის რეჟისორ რამაზ ჭურაძის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი შრომა აქვს ამაზე, ვინაიდან საგალობლების სამივე ხმა ერთმანეთისგან მოშორებით არის, რომ გალობელს გაუადვილდეს სწავლა. ბანკი კონსტანტათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანების მხარდაჭერა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბანკის მისიის ერთგულები დავჩეთ და კულტურული ღირებულებების შენარჩუნებასა და მათ განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. მეორე გამოცემაში აუდიო დისკებს თან დაურთავენ საგალობლების სანოტო ბროშურას, რომელშიც საგალობლების სანოტო ვერსიაც იქნება წარმოდგენილი. გადავწყვიტეთ, რომ გვეგალობა წმინდა ექვთიმე კერესელიძეს ხელნაწერებიდან, რომელიც მოგვიანებით მარხაზ ერქვანიძემ რედაქტირება გაუკეთა. ექვთიმე კერესელიძის ჩანაწერების მიხედვით შესრულებული საგალობლების სასწავლო კრებულის მეორე ნაწილი აგვისტოში გამოვა. მანამდე კი შავნაბადას მომღერლები საგალობლებს ეტაპობრივად ჩაწერენ. გამოშვების ბოლოს მოვისმინოთ ეკაბერიძის მთავარი კითხვის ანონსი, გადაცემის თემებსა და სტუმრებს ეკა თავად გაგოცნობს. ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, თამთა საღამომშვიდობისა ლევან მივესალმები მაყურებელს. რა მოხდა 27 ივნისს და რა პასუხი აქვს უფლებადამცველების კრიტიკულ კითხვებზე. მთავარ კითხვას საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი შოთაძე გადაცემის მეორე ნაწილში უპასუხებს. ამავე თემაზე დისკუსიის მონაწილეები გედევან ფოფხაძე, მამუკა კაციტაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნებიან. მანამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნოე კინკლაძე გასცემს პასუხს მთავარ კითხვას ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ. დიდი მადლობა ეკა, წარმატებულად ეს გისურვებთ. მადლობთ ეკა, ახალი ცხრაზე კი ამით დასრულებულია, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ რომ გვიყურებთ.